პრეზიდენტის ადმინისტრაციას სასჯელ აღსრულების მინისტრის განცხადებას ეხმაურება. სააკაშვილი მზად არის იმ 127 პატიმრის თემა განიხილოს, რომელთაც სხვადასხვა მძიმე დაავადება აღენიშნებათ. ქვეყნის პირველი პირის ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მისმა პრეს-სპიკერმა გაახმოვანა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც სამინისტროდან პრეზიდენტის სახელზე ოფიციალური დოკუმენტაცია შევა, ამ პირებთან დაკავშირებით შესაბამისი აქტიც მომზადდება. სახელდება სავარაუდო თარიღიც. მანანა მაჯგალაძე არ გამორიცხავს, რომ სუბარის მიერ დასახელებულმა პატიმრებმა ციხე წლის ბოლომდე დატოვონ. შეგახსენებთ, რომ სასჯელ აღსრულების მინისტრმა პრეზიდენტს იმ 127 პატიმრის შეწყალების თხოვნით მიმართა, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ. სასჯელ აღსრულების მინისტრმა გააკეთა განცხადება ოფიციალური თხოვნით მიმართა პრეზიდენტს 127 მსჯავრდებულის გათავისუფლების თაობაზე. ჩვენ გამოეხმაურებით ამ განცხადებას, მინდა გავმარტო, რომ საქმე ეხება სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე პატიმრებს. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვათ, სრულ მზადყოფნას გამოვთქვათ და ოფიციალური დოკუმენტაციის შემოსვლისთანავე საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს შესაბამის აქტს ამ პირთა შეწყალების თაობის.